მოგესალმებით, საჯარო გაშლა მინდა შემოგთავაზოთ ძალიან საინტერესო თემით და თემა არის ესეთი. ვინ არის ის, ვისაც ძალიან შურს თქვენი? აი სკდება შურისგან, აღარ შეუძლია თქვენ რომ გხედავთ შურისგან, ბოღმისგან, ესე იგი სიბრაზისგან, მოკლედ იკრუნჩხება, იყვანჩხება და თქვენს დანახვაზე მოკლედ ესე იგი სუდად ხდება და არ უნდა რომ საერთოდ არსებობდეთ, იმიტომ რომ მისთვის ხართ ძალიან დიდი შურის და ბოღმის ობიექტი. მოდით ვნახოთ, არსებობს ესეთი ადამიანი. უფრო მეტად საინტერესო ვინც ხატავს ამ ყველაფერს, ოკეი, მაგრამ არიან ესეთი ადამიანები, რომლებიც პირიქით პირში გვიღიმიან, გვიცინიან, მაგრამ ამ დროს ოჰოჰოჰო მათ გულებში და სულებში რა ხდება? ვარიანტი ორი გვექნება. ვარიანტი პირველი, ვის შურს თქვენი და ვარიანტი ორი, ვის შურს თქვენი. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. ქვები გამოვიყენოთ. ვარიანტი პირველი, ვის შურს თქვენი და ვარიანტი ორი, ვის შურს თქვენი. ახლა მინდა რომ კარგად დააკვირდეთ ორივე ვარიანტს. კარგად შეიგრძენით ორივე ქვა, ორივე ვარიანტი. ვისაც არ გეყოთ დრო, შეგიძლიათ დააპაუზოთ ეკრანი. მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. ვის შურს თქვენი? ვის შურს თქვენი? არკანი ძალა. ეს თქვენ ხართ. როგორ შეიძლება თქვენი არ შურდეთ? იმიტომ რომ თქვენ ხართ ძლიერი, თქვენ ხართ დამოუკიდებელი, თქვენ ხართ თქვენი ცხოვრების, თქვენი რეალობის ბატონ პატრონი. თქვენ ხართ ადამიანი, რომლის ენერგიაც კი, როდესაც ის შედის ოთახში, უკვე იგრძნობა თქვენი ძლიერი ენერგია. შესაძლებელია ლომები მიყურებდეთ, ან ესეთი გამოხატული ცეცხლის სტიქია და ცეცხლის ენერგია იყოს თქვენში. თქვენ გაქვთ ცოდნა, ნახეთ, აქ ბაყაყიც არის, გველიც არის, ხო? თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყველაზე რთული სიტუაციიდანაც გამოსავლის პოვნა. შეუძლია რომ მაშინ, როდესაც ყველა პანიკაშია, თქვენ შეინარჩუნოთ სიძლიერე, სულის სიმშვიდე, სულის სიმტკიცე. მოკლედ, გამორჩეული ადამიანი ხართ, ძლიერი ადამიანი ხართ და რა თქმა უნდა ხიჭვი ხართ ზოგიერთების თვალებში. ძალიან კარგი. ეს თქვენ დაგახასიათათ ახლა ტაროს არკანმა. ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი, რომელიც სადაც არ უნდა შევიდეს, ყოველთვის ყურადღების ცენტრშია, იპყრობს, არიან ხო ესეთი ადამიანები, აქ არ ვსაუბრობთ ვულგარულობაზე, აქ არ ვსაუბრობთ ძალით სიცილი, კისკისი, ვულგარული ჩაცმა, ყურადღების არა. მათზე არ გესაუბრებით, მე გესაუბრებით იმაზე, რომ ადამიანი როდესაც შედის სივრცეში, ენერგიით საუბრობს, უკვე მისი ენერგია იმდენად ბევრს ლაპარაკობს, რომ არ სჭირდება ზედმეტი დეკორაცია იმისთვის, რომ ადამიანმა თქვა ყურადღება მიიქციოს. კარგით, ვის შურს თქვენი? ვის შურს თქვენი? ადამიანს, რომელსაც ფინანსური პრობლემები აქვს, ადამიანი, რომელიც ადამიანს, რომელსაც უნდა რომ აჩვენოს გარშემო საზოგადოებას, რომ გესმით როგორ ყმუიან ჩემი მეგობრები. ადამიანს, რომელსაც ძალიან უნდა რომ აჩვენოს საზოგადოებას, რომ ის არის ძალიან ძლიერი, რომ მას ყველაფერი გამოსდის, რასაც ხელს მოკიდებს, რომ მას ძალიან დიდი ცოდნა აქვს, ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს, რომ ის არის ძალიან კეთილი და კარგი ადამიანი, რომელიც სირთულეში აუცილებლად გვერდით დაგიდგებათ, მაგრამ რეალურად ხომ, ნახეთ, თქვენ ხართ არკანი ძალა, ეს არის ორიანების პენტაკლები, ეს არის მასხარა. ანუ ნახეთ, ეს არის ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ შიშველ უკანალზე გაიკეთოს ფარშევანგის ბუმბულები.
ხო, რომელიც მას არ ეკუთვნის. ვის შორს თქვენი? ხუთიანების პენტაკლები. ადამიანი არის აუთსაიდერი, არ ვიცი როგორ გითხრათ. ადამიანი არის შესაძლებელია გქონდათ ამ ადამიანთან ურთიერთობა და დღეს აღარ გაქვთ ამ ადამიანთან ისეთი ურთიერთობა, იმიტომ რომ დაინახეთ, რომ ადამიანი ერთს ლაპარაკობს და მეორეს აკეთებს. ხო, ანუ თითქოს ადამიანს ნიღაბი ჩამოგლიჯეთ. ეს არის ადამიანი, რომელსაც ძალიან შურს თქვენი ფინანსების პირდაპირ გეტყვით, იმის რომ თქვენ უფრო მეტი გეძლევათ, ვიდრე მას ეძლევა. ვის შურს თქვენი? აი ხედავთ სამივე პენტაკლების არკანები ამბობენ და პენტაკლების პაჟი ეს არის ცბიერი ადამიანი, რომელიც აუცილებლად ნახეთ შეუქმნის ადამიანებს ისეთ განწყობას, რომ ის არის ფინანსურად ძლიერი, რომ ის არის ფინანსურად სტაბილური, რომ მას ის აქვს ის ცოდნა და მას აქვს ის შესაძლებლობები, რაც სხვას არ აქვს. მაგრამ რეალურად ამ ადამიანს ძალიან აინტერესებს სხვა ადამიანების ფინანსები. რეალურად ამ ადამიანის ერთადერთი ინტერესი ეს არის, რომ გამოისწოროს ფინანსური ენერგია. ვინ ყავთ ასეთი ირგვლივ, ვინც სხვა რამეს დემონსტრირებს, მაგრამ რეალურად საერთოდ სხვა რამ არის. ვინ არის დამენახე, აბა, ვინ ხარ? ათიანების ნახეთ, შესაძლებელია ერთ დროს იმდენად ახლო, შესაძლოა ოჯახის წევრიც იყოს. ან უფრო ესე გეტყვით, უფრო ესეთ ამბავში, უფრო მეტად რომ რეზონირდება, თუმცა არ გამოვრცხარ ოჯახის წევრი, ეს არის ადამიანი, რომელიც მიგაჩნდათ ოჯახის წევრად. ეს არის ადამიანი, რომელიც მიგაჩნდათ ოჯახის წევრად და რომელიც გაგიცრუათ იმედი, შეიძლება ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, 10ჯერ და ბოლოს უთხარით, რომ შევ დამთავრდა. აღარ მინდა. კარგად იყავი. ხო, მოდით ვნახოთ რა შურთ თქვენი ესე განსაკუთრებით. რა შურთ თქვენი? ფორტუნას ბურბალი, ხედავთ ხო, თქვენი იღბლის შურთ. ის რომ თქვენ შეიძლება უფრო მეტად იღბლიანი იყოთ, უფრო მეტად მარტივად გეძლეოდეთ მათი გადმოსახედიდან. წარმატება, კარიერული, ფინანსური, რომ თქვენ უფრო მეტი ადამიანი გაფიქსირებთ, უფრო მეტი ადამიანი გაფასებთ ვიდრე მათ. ხო? და ეს არის გამოუყოფ ამ ადამიანს, ხო, ვინც მე ხარ გითხარით, ვისაც განსაკუთრებით შურს თქო თქვენი. აი ადამიანს ძალიან უნდა რომ გქონდეს თქვენი იღბალი და თქვენი ფინანსები. შეუძლია ამ ადამიანს რაიმე ზიანის მოყენება. შეუძლია თქვენთვის ამ ადამიანს რაიმე ზიანის მოყენება. კვერთხების მეფე. შეუძლია ამ ადამიანს რაიმე ზიანის მოყენება. ერთადერთი მასთან საუბარს მოერიდეთ, იმიტომ რომ შესაძლებელია უბრალოდ თქვენს თვითშეფასებაზე შეგეხოთ. რაღაცა ცუდი ისეთი გითხრათ, რაც თქვენს ფიზიკურობას შეეხოს, თქვენს არჩევანს შეეხოს, თქვენს რაღაცა გაგაკრიტიკოთ, ხო? მაგრამ მე ერთ რაღაცას ვიტყოდი ამ ადამიანთან დაკავშირებით. პირველში თქვენი გზები გაიყოფა, თუ გაყოფილი არ არის, ან უკვე გაყოფილია, მაგრამ აუცილებლად გაიყოფა თუ არ არის გაყოფილი. და მე ამ ადამიანის ადგილზე ძალიან ფრთხილად ვივლიდე მანქანით, საჭესზე, ან საჭე ავტომობილი, ტრანსპორტი ამ ადამიანისთვის მაინც და მაინც სასურველი არ არის. გასაგებია. კარგი. თქვენ როგორ უნდა დაიცვათ თავი ამ მოშურნე ადამიანისგან? თქვენ როგორ უნდა დაიცვათ თავი? არკანი მთვარე. ხმლების დედოფალი.
იცით როგორ უნდა დაიცვათ თავი? პირველ რიგში არ უნდა ამოქმედოთ თქვენ ნერვულ სისტემაზე. იმიტომ რომ ამ ადამიანს ერთადერთი რაც შეუძლია ვიმეორებ იმოქმედოს თქვენს ნერვებზე, თქვენს ნერვულ სისტემაზე. და თავი როგორ უნდა დაიცვათ, ხო? ნუ პირველ რიგში მისი გამოსროლილი ნეგატივი, როგორც არ ვიცი. მშრალ კედელს რომ რაღაცა შეაყრი ხო და ის რომ აი კედელზე რომ შეაყრი მარცვალს ან რაღაც კედელს რომ რაღაცას ესვრი და ის რომ ვერ დაიჭერს, იმიტომ რომ კედელია ხო და აი ესე იცილებთ აი ამ ნეგატივს, ხო არ ვიცი რა სხვანაირად როგორ აგიხსნათ, ხო? გცილდებათ მისი ნეგატივი. მე თქვენ ძალიან კარგად გრძნობთ ინტუიციურად, სად არის ეს ნეგატივი, ინტუიცია გაქვთ ძალიან კარგი და მე გირჩევდით რომ თავი როგორ დაიცვათ, არ მოქმედებს ეს ნეგატივი, მაგრამ არც თქვენ არ უნდა ეძებოთ ამ ადამიანთან კომუნიკაციის არანაირი ფორმა არ უნდა ეძებოთ, ანუ ყველანაირად უნდა ჩამოიშოროთ და ყველანაირად პირიქით უნდა გაერიდოთ მისი სახის დანახვას, მისი Facebook-ის დანახვას, იმიტომ რომ განარამეს დაგიშავებთ, უბრალოდ ხასიათს გაგიბუჭებთ. იმიტომ რომ ეთყობა რომ მithumetes თუ ოჯახის წევრი იყო, ოჯახის წევრად გყავდათ აღქმული, ჩანს რომ თქვენთვის მაინც მტკივნეული თემაა. ამიტომ მაქსიმალურად შორს თქვენი რეალობიდან. ეს არის პირველი ვარიანტი, ვის შორს თქვენი და ვინ იბოღმება თქვენზე. დაგემშვიდობებით, ვინც იცანით, საინტერესოა დაწერეთ. დაგემშვიდობებით, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. ვის შორს თქვენი და ვინ იბოღმება? ვინ იბოღმება? აი, გამობრძანდა კიდევაც კვერთხების დედოფალი. აი, ეს არის უკვე ქალი რომელიც სადღაც ცდილობს, აი, ნახეთ, აი, პირველი ვარიანტიზე თუ მომისმინეთ, ხო, ან, ნუ, რატომ მომისმენთ, პრინციპი, ნუ, იქ არის, ანუ არსებობენ ადამიანები, რომელსაც აქვთ ბუნებრივი ქარიზმა, ბუნებრივი მაგნეტიზმი, ბუნებრივი სექსუალურობა. მაგრამ არიან ქალები, რომლებიც ცდილობენ ყველანაირად ტანისამოსის საშუალებით, მაკიაჟის საშუალებით, რომელიც ხშირ შემთხვევაში ძალიან უგემოვნოა. ყველანაირად ცდილობენ, რომ მიიქცეს ერთგვარი შუქნიშნებივით არიან, რომლებიც სიმციმებენ, ანათებენ, რომ აი მომაქციე ყურადღება. ეს ადამიანი ან ხშირად იცვლის თმების ფერს, ან ქონდა ახლო წარსულში მუქი ფერის თმა და ეხლა რაღაცა ღიად გადაიღებავს, ან უკვე ღიად აქვს გადაღებული. მიხვდით ხომ? და ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ცდილობს ხმამაღლა იცინოს, ან რაღაცა ვულგარულად შესაძლოა იცეკოს, რაღაცები აკეთოს, ხო, აი ზედმეტი სხეულის მოძრაობები, რომლებიც შესაძლოა მის გვერდით ბევრი მამაკაციც ტრიალებდეს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ის ძალიან ღრმა და საინტერესო, არამედ იმიტომ, რომ მოდი ასე ვთქვათ, იაფიან პროდუქციას ყოველთვის უფრო მეტი მყიდველი ყავს, აი რაღაცა ისეთი რაღაცა წამოვიდა, ასე რომ კი, ყავთ გამოხატული ქალი არის თქვენს რეალობაში, ვინ იცანით, რომელსაც ნამდვილად შურს თქვენი, ხო? რა შურს არა? ხო, რა შურს თქვენი? თქვენი ოჯახი. რა საინტერესოა. მეგობრებო, აქ შეიძლება შორდეს თქვენი ოჯახის, თქვენი მეუღლის, თქვენი ოჯახური გარემოსი. თუ ეს არის რაღაცა, ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია ძალიან ერთეული, მაგრამ შეიძლება ეს იყოს ძმის ყოფილი ცოლი.
ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის უფრო მეტად პადრუგა, პადრუშკა. ხო, რომელიც კარგი თვალით არ უყურებს თქვენს ოჯახს, თქვენს პარტნიორულ ურთიერთობებს, ქმარი ყავთ, არ ყავთ, არ აქვს მშობა, არ მოუყვით ამ ადამიანს არაფერი. იმიტომ რომ უნდა რომ ჩამოაგდოს თქვენ შორის კონფლიქტი, ცეცხლზე ნავთი დაასხას, სიტყვებით, რაღაცნაირად თვალით. ხო? კიდე რა შორს ამ ადამიანს თქვენი? რა შორს ამ ადამიანს კიდევ თქვენი? ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, ეს ძალიან ერთეულებისთვის არის, მაგრამ პარტნიორის მიმოწერა შეამოწმეთ იმ ქალთან, ვიზაც ხამე თქვენ გესაუბრებით და ვინც თავში აზრად მოგივიდეთ. რა შორთ კიდე თქვენი? კვერთხების დედოფალს შორს პენტაკლების დედოფალი, შემდგარი ქალი, მეოჯახე, კომფორტის მოყვარული, სტაბილური. თქვენი პენტაკლების შორთ. თასების ტუზი. სავსე რო ხართ. თქვენი თასი რო სავსეა და თქვენი იღბლის და თქვენი ოჯახის შორს ამ ადამიანს. თქვენი იღბლის შორს, თქვენი სისავსის შორს, თქვენი პენტაკლების შორს. რომ ერსკია ვიღაც. სულ შორს ამ ადამიანს თქვენგან ფული ან უსესხია, ან ისე რაღაცა დახმარები ხართ ფინანსურად. გარეგნულად ძალიან შეიძლება აბსოლუტურად ისე კონდეს, ისე იჭერდეს თავს, რომ თქვენი მეგობარია, რომ თქვენზე ზრუნავს, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს ასე არ არის. კარგით, შეუძლია თუ არა თქვენთვის ამ ადამიანს ზიანის მოტანა? შეუძლია თუ არა ამ ადამიანს ზიანის მოტანა? შეუძლია, მეგობრებო. შეუძლია. თქვენი ოჯახისთვის შეუძლია ზიანის მოტანა. შეუძლია, მეგობრებო. მეგობრებო, დაიცვათ თავი. შეუძლია, მეგობრებო, თან საკმაოდ შეუძლია, იმიტომ რომ აშკარად ძალიან ახლოს ყავთ მოყვანილი. მეგობრებო, დაიცვათ თავი ამ ადამიანისგან. მეორე ვარიანტი. როგორ უნდა დაიცვათ თავი? ის თუ კი რაიმე ვალი აქვს ადამიანს, ნახეთ, არც ვალის დაბრუნება არ სთხოვოთ რა, თუ ესეთი რაღაც არის. როგორც თქვა, მიაშავეთ ის ფული, მიუბრუნეთ. ყველაფერი უკან ნეგატიური და კიდევ რითი დაიცვათ თავი და თუ არ გისესხებიათ აქამდე არავითარ შემთხვევაში არ ასესხოთ ფული. და იყავით ბევრად უფრო ლოგიკურები, გამორთეთ ის თქვენი რაღაცა ემოციები და დააკვირდით ადამიანს უფრო მეტად ფართოდ გახელილი თვალებით და მოიხსენით ვარდისფერი სათვალე. ნუ ეხმარებით, ნუ ასწავლით, ესეც საკვანძო სიტყვა, ნუ ზიარებთ ამ ადამიანს.
საერთოდ უმჯობესია რომ დაამთავროთ და დაასრულოთ ურთიერთობა. მეგობრებო, რაღაც ესეთი კადრები წამოვიდა ახლა ძალიან ესეთი არეული, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც სასწრაფოდ მოსაშორებელია თქვენი რეალობიდან. ნუ აი სასწრაფოდ მოსაშორებელია თქვენი რეალობიდან, სანამ რაღაცა ძალიან ესეთი ნეგატიური არ მოუტანია მართლაც რომ თქვენს ოჯახში, თქვენს ბიზნესში, თუ კი თქვენი საქმე გაქვთ თქვენს წარმატებაში. იმიტომ რომ ამის ძალა, აი პირველ ვარიანტში არ ქონდათ ამის ძალა, მაგრამ თქვენ შემთხვევაში სამწუხაროდ ამის ძალა და ამის შესაძლებლობა ბევრად უფრო მეტია. დაგემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, ველოდებით თქვენს კომენტარებს, გამოიწერეთ არხი, რათა არ დავკარგოთ ერთმანეთი. შეხვედრამდე.